როგორ უნდა განვასხვაოთ ნამდვილი რწმენა გარეგანი რელიგიურობისგან? ნუ ეს ადვილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის შიგნი ვერ ვიხედებით, მაგრამ არის მაინც ის ნიშნები, რითაც შეიძლება ამისი ამოწმოთ. პირველი, რაც ყველაზე მთავარი არის, ადამიანი უნდა იყოს ეკლესიური. აი, თუ ადამიანი კვირაობით ვერ დგება ტაძარში და არ ესრება წირვებს, ეს უკვე ეს ამას უკვე განსხვავებას აღარ უნდა. ეს უკვე არის პირველი ნიშანი იმისა, რომ მისი ყველაფერი გარეგანი არის და არა შინაგანი. თუ ის არ დადის საკვირაო წირვებს. აი საკვირაო წირვებზედაც რო დადის, აი იმათაც უკვე იმის შემდეგ რას აკეთებს, რა თქმა უნდა, საქმე მან შემდგომ გამოაჩინოს, მაგრამ იმათ უფრო, ასე ვთქვათ, მეტი ნდობა აქვთ, იმიტომ რომ ადამიანი ისე არის მოწყობილი, რომ ვერ გაჩერდება წირვაზე, აი ტყუილა ვერ გაჩერდება, თუ მასში არ ზის ღვთის სიყვარული და რწმენა, ის ვერაფრით ვერ გაჩერდება და აი მე ყოველთვის ვამბობ, რომ პირველ აი ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წყალობდეს ღმერთი, ეს არის, რომ აი ცნების აღსრულება, რომ 6 დღესაშინა იქმოდე, აღასრულო ყოველი საქმე შენი, დღე იგი მე-7 არის, უფლისაფრთხისა შენისა, წმინდა ხავ იგი. всё. 6 დღე შენ რაც გინდა აკეთე, იშრომე, მაგრამ მე-7 დღე, რომელიც ჩვენთვის არის კვირა, ანუ საუფლო დღე, ეგ არის ყველასათვის მოცემული, რომ მივიდეს ტაძარში. რა ხდება ტაძარში? ჩვენ სასულიერო პირნი მოვა ხალხი, არ მოვა, ჩვენ აღვავლენთ დედამიწიდან სამადლობელ ლოცვებს. ჰაერი რო არის, მზე რო არის, წყალი რო არის, მიწას დაყოფი გამოაქვს. ეს არის მადლიერების გზნობა. და ის ადამიანები, ვინც თავის დამოკიდებულობას ცნობს ღმერთზე, მოდის, დგას და გვერდდება ამ წირვაში. და თავიანთი დგომით ისინი გამოხატავენ ამ მადლიერების გზნობას. და არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორც მადლიერების გზნობა, არაფერი ისე არ აშორებს, როგორც უმადურების გზნობა. კი, ყველა იძახის ღმერთო, მაგრამ რა ღმერთო, თუ არ მიხვედი, თუ არ გამოხატე მადლიერების გზნობა იმისათვის, რაც ვთქვი მე, რომ აი ჯანმრთელად რო ხარ, კარგად რო ხარ, ოჯახი რო გყავს, შვილები რო გყავს, აი მე რამდენჯერ მithქვამს, ადამიანს კბილი რო ტკივა, ვაიმე ახლა კბილი არ მტკივოდეს, რო არ ტკივა, რას აკეთებ? მადლობ. აი მადაბაის უნდა აქ ტკივდოს, რო თქვა, რომ ან უნდა გადარჩე რაღაცას, ავარიას და რო გადარჩი რა, ამიტომ მიდიხარ და კვირა, დღესაკვირაო დღე არის, ყველაფერი იმისათვის, გავლილისათვის მადლობა და გასავლელისათვის დალოცვა. აი ეს არის პირველი ის ნიშნები, რომ ადამიანის სურს უფლისაგან და უნდა უფლისაგან. თორემ აი უფალი ამბობს, ბევრი მეტყვის მე იმ დღეს, უფალო. ნუ რომელ დღეს, როდესაც წავდგებით უფლის წინაშე და როდესაც რა თქმა უნდა, რო დავინახავთ, ყველა ვიტყვით. მაგრამ მე ვეტყვი, გამშორდი, მე არასოდეს არ გიცნობთ თქვენ მოქმედნო უჯოლობისანო. არ გიცნობთ, არ დაუნახე ხარ, არ ტაძარში არ დაუნახე ხარ, ტაძარი თავისებური ცათა სარკმელებია, სადაც ხედავს ღმერთი ვის უნდა მისგან. თვითონ ტაძარში რომ მიდიხარ და დგახარ, ესე იგი შენ ღმერთიდან რაღაცა გინდა. ესე იგი შენ ღმერთს მადლობ და რაღაცა გინდა. შენ თუ ასე მარტო ქუჩაში დადიხარ და ღმერთო, ნახეთ დაუკვირდით როგორი კარგი სიტყვებია. ყველა შენი სურვილის შემსრულებელი რო იყოს ღმერთი. ვინ იქნებოდა იგი შენი მოსამსახურე თუ ღმერთი? ვის ეძებ? მოსამსახურეს თუ ღმერთს? რო იძახი ღმერთო, ესე იგი რა გინდა, ეს ღმერთი იყო შენი მოსამსახურე, შენ რაც გინდა იგი გაიკეთოს. და თუ შენ ღმერთს ეძებ, მაშინ ჯერ უნდა გამოიწვიო რა უნდა ღმერთს შენგან. და უნდა იცხოვრო მის თვალებში. მოწონ ხარ, არ მოწონ ხარ, ასრულებ ის მცნებას, არ ასრულებ და არა ის რომ შენ როცა გაგიხარდება და შენ როცა გაგიჭირდება, აუ ღმერთო მომხედა და აი ეს სრული შემისრული, ეს სრული შემისრული, ეს შემისრული. ამისათვის ჯერ უნდა გამოხატო შენი მუდმივი მადლიერების გზნობა და დამოკიდებულება და მადლიერების გზნობა გითხარით, ეს იმ ადამიანის გზნობა,
ვინც თავის დამოკიდებულობას ცნობს ღმერთზე. თუ შენი თავის დამოკიდებულობას ცნობ ღმერთზე, მაშინ შენ მადლიერების გნობა უნდა გამოხატო და შენ უნდა მოიქცე ისე, რასაც ღმერთს უნდა და რაც დააწესა ღმერთმა და ღვთის კანონებმა. და თუ შენ არა გაქვს მადლიერების გზნობა, რა თქმა უნდა, შენ მაშინ მარტო მაშინიდან ღმერთი, როდესაც შენ გინდა და როდესაც რაც შენ გინდა, იგი რო შეგისრულდეს. ამიტომ ეს ძალიან ადვილი არის, ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც და წარმოგვიდგებიან როგორც ღვთისმოსავნი, როგორც კარგი ადამიანები, მაგრამ ტაძარში ვერ დგებიან, ვერ მიდიან, ვერ ლოცულობენ, დრო არ ყოფნით არასოდეს წირვისთვის, ლოცვისთვის. და ამიტომ ეს არის ადამიანის ყველაზე პირველი, რომ საგვირო წირვაზე დგომა, ეს არის აუცილებელი პირობა ყველასათვის, ნებისმიერი ადამიანისათვის. და ჩვენ ხედავთ, რამდენი კაცი დგას საგვირო წირვაზე. და იმასაც ხედავთ, რამდენი კაცი ამბობს, რომ მორწმუნე ვართ. ამიტომ ეს რიცხვები ერთმანეთს არ ედრება. პირველ რიგში, ახლა შეიძლება ვინც დაძის ტაძარში რა ისინი არიან მორწმუნეები ყოველ შემთხვევაში წვალობენ ისინი, რომ მოდის, წვალობს, გამოხატავს. ერთია რომ დადის და წვალობს და არის და მეორე არის რომ არ დადის და არ გამოხატავს. ამიტომ არ არის ეს ძნელი. ჩვენ კარგად ვიცით, თუმცა ეგრე დღესაც აი მე მორწმუნე ვარ, მე თუ ხარ მორწმუნე დაგიშინცხეს. აი მე ვსვამ ხოლმე ასეთ კითხვას. ყველას ვეუბნები. დავიღოთ ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ ჩაუდენია არც ერთი ცოდვა. რაც კი ცოდვები, აი არ უბრალოდ არ მოუპარავს. ცუდი სიტყვა აი აბსოლუტურად არანაირი ცოდვა არ აქვს, მაგრამ არ დადის ტაძარში. ცხონდება თუ არა ასეთი კაცი. პირდაპირ გეუბნებით რომ არა. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს თვისება, რომელიც თვისებაც მას აქვს, ეს მას არ შეუძენია არც ლოცვით, არც მარხვით, ეს მას მიენიჭა. და ის რაც მას მიენიჭა, მადლობს ამისათვის ღმერთს. თუ მას იგი არ მადლობს, მას გონი ეს მისია და ის ამპარტავანი არის. და ამპარტავნებით განიშორება და თუ იცის რომ ღვთისდანა, მაშინ მადლობს ღმერთს და როგორც გითხარით, თუ მადლობს ღმერთს, მაშინ ის აკეთებს ყოველივე იმას, რაც უნდა გააკეთოს ღვთისმოსავმა და მორწმუნე ადამიანმა. ხშირი არის სუიციდი ჩვენს ქვეყანაში. მაინტერესებს, როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა სულიერი სიმშვიდე სტრესულ მდგომარეობაში. თუ უფალი არ იცის, ვერ შეინარჩუნებს. თუ უფალი არ იცის, ძალიან ძნელია შეინარჩუნოს. უნდა იცოდეს უფალი, თუ არ იცის ღვთის განგებულება, თუ არ იცის კოსმიური ყოფა, შინაარსი, რატომ შეიქმნა ყველაფერი, რისთვისა ვერ შეინარჩუნებს და რატო არ პატიებს ღმერთი სუიციდს, რატო არ პატიებს თვითმკვლელობას. ერთადერთი რაც ყველაზე ძვირფასი არის და ყველაზე უფლისათვის ეს არის სიცოცხლე, რომელიც მუქთად მოგცა. და წარმოიდგინეთ, მოგეცი ჩემთვის უძვირფასესი რამ მოგეცი ფასი შენ უნდა დაადო შენი ცხოვრებით. და შენ, როდესაც მე ამას ცხვირწინ დამიგდებ, რაც მე შენ მოგეცი და გამითელავ, მერე ჩემგან რა წყალობასელი. ამიტომ შენ უკვე დაკარგე ჩემი იმედი. ის რაც მე მოგეცი, რაც მე შენ აღარ გინდა ბრძოლა იმისათვის, რომ ამას ფასი დაადო, ეს გაზარდო, გაამდიდრო. ამიტომ ძალიან ძნელი არის. აი არის უფალი ამბობს, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ამათუ ტვირთი ჩემი სუბუქარს. აი უღელი რო არ იყოს, ვერა რითი გადაატანიებს საქონელს ტვირთს, სინებით მიაბავ. ესე იგი მოიფიქრე ურემი და შენ ხო ეს უღელი ამსუბუქებს ამის ტარებას. და უფალი ამბობს, ტვირთი ჩემი, ჩემგანა ის
გაჭირვებაც ის დაშვებული, მაგრამ იგი რო ატარო უფლისუღელი უნდა აიღო. რო ბილათ ატარო და მათ ატარო. თუ უღელი არ აიღე, მაშინ დაიფხაჭნები რა რითი ატარებ იმას. ამიტომ უღელი ეს არის ეკლესიური ცხოვრება და აი ვიც დაიწყო მე ტრაგედიების დროს აი შვილი გარდაეცვალა ან დედა საყვარელი ადამიანი ყველა აღნიშნავს რომ ეკლესია არა თვითონაც დაიღუპებოდნენ და რომ ეკლესია ატანიებს ამ უმძიმეს გაჭირვებას და თუ არ იცი იმ ქვეყნიურ ფონზე თუ ყველაფერი არ შეადარე იმ ქვეყნიურ ფონს სადაც ერაფის რომელი ამბობს ჩემი კელია სავსე რო იყოსო მატლებითო იმ ფონზე ავიტანდი ყველაფერს აი ხრნას და იმიტომ რომ იმ ფონზე თუ არ განსაზღვრე ისე აქცნელი არის შენ რო იცი იმ ფონისთვის არის ეგ ასატანი მაშინ დაითვენ თუ არა ეს სხვაგვარად ვერ დაითვენ ვერაფერ ვერ დაითვენ